შენზე 7 წლის. სწავლობ მეექვსე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ჩხუბი. უფრო მიყვარს ჩხუბი. უკვე 5 თვეა დავდივარ კრივის წრეში. კრივზე იმიტომ მომინდა შესვლა, რომ ბავშვობიდან კარგად ჩხუბობ. პირველად ჩხუბები ახში, როცა ვიყავი 4 წლის. ერთმა ბიჭმა თავში ჩამოტყას თამაშა და მაგას გამქონდა. არც ერთ არ გვეტირია და მერე შევრიგდით. კრივზე იმიტომ შევედი, რომ თავი დავიცვა. კრივში ყველაზე რთულია დგომში დადგომა. ყველაზე ადვილია აპერკოტის დარტყმა. ჩემი საყვარელი მოკრივეა ილია თოფურია. ჯერ შეჯიბრება მქონია, მაგრამ მინდა მალე მქონდეს. მე მინდა გავხდე აჯარის ჩემპიონი. ჩემი კრივის მასწავლებელია მერაბი ტურუში. ის არის მხარული და ძალიან უყვარს ბავშვები. ზოგჯერ მერაბი მასწავლებელი ესპარინგები. უკვე ვარ ყველაზე მაგარი და ჩემ კლასში ყველას ვაგებ. ერთხელ მოგსნა ჩხვარ გოგოს გამო. ერთმა ბიჭმა გოგოს დაარტყა და ის ბიჭი გავდლახა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს კაი კლასელები და კაი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ნია მახარაძე. ყველაზე ცელქია გაბრიელ გუნდაძე. ყველაზე მშვიდია ნია სალხანიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, კეთილი, მეგობრული. მეგობრობა არის იმას რა არ უღალატებ. ახლა მყავს 24 მეგობარი და მინდა რომ მყავდეს 54 მეგობარი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია დალი დავითაძე, იმიტომ რომ მხიარულია, მეგობრული, ბავშვები უყვარს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე პროფესიონალი მოკრივე. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ფეხბურთელი. ფეხბურთი ახლა ძალიან მიყვარს და ხშირად სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვარ ძალიან კარგი მაგარი და მიყვარს გოლების გატანაც. ყველაზე ძვირად ვიღებ პენალტებს. ჩემს კარიერაში გატანილმა 23 კაი გოლი. ერთი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. მიბოდი ერთი კაცი მოვატყუე და ამაგრად დავარდე. მე კარგად ვახტომ, რომ მაინც 9-ში გავიტანე გოლი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ქოჩურაშვილი. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. საქართველოს ნაკრებში მინდა ვითამაშო 4 ნომრით. ახლა მინდა ვიყო 11 წლის, იმიტომ რომ მარტოული ბევგანსად. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა და ბებია. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 13 წლის და ჰქვია ანდრია. ის არის ცელქი, მხიარული და ნერვების მომშლელი. ნერვებს რაზე მიშლის და ხანდახან არ მოთამაშე. ჩემი აზრით, ანდრია რო გაიზრდება გამოვა ბოქსერი. ესეც ჩემთან ერთად არის. მამიკო არის მშრომელი, მხიარული, ბავშვების მოყვარული. დედიკო არის ლამაზი, ბრანჭია და ძალიან თბილი. ყველაზე უფრო მიყვარს და სულ მეხუთება. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს სულს. ჯერ შეყვარებული იმიტომ არ ყავს, რომ კარგი გოგო არ შემხედრება. საერთოდ გოგო უნდა იყოს ლამაზი, ჭკვიანი, ბავშვების მოყვარული და ბრანჭი. ასეთი გოგოთა შეხვდება აუცილებლად შევიყვარე. ცოლს რომ მოვყვან, ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქმევ გიოს და ნიას. ჩემ ცოლს დავარქმევ ანასტასიას. ჩემი საყვარელი წიგნია პინოქიოსთან გადასავალი. საყვარელი ფილმია მარტო სახლში. მეც მინდა მარტო ვიყო სახლში. ჯადოსნური ოჯახი რომ მქონდეს 2 მეტრო გავიზრდებოდი სიმაღლეში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. ჩემი უცნობის ოჯახია iPhone 16. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ფინალში მეძლოს ახლა პირდაპირ გავფრინდებოდი ბახმაროში. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას, როდის მთლდება ბავშვობა. მაგალითად, ჩემი აზრით, ბავშვობა სრულდება 5 წლის ასაკში. ჩემი ბავშვობა დამთავრდა ძალიან დამწყდა გული. დედება კი მომწონს, მაგრამ გული დამწყდა დასრულდა ჩემი ბავშვობა. ბედნიერება არის ჩხუბი და ტელეფონს რომ აჩუქებ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.